დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით ჩაკიგზე, რომელიც არამხოლოდ თავის ტკივილი, არამედ კომპლექსური ნევროლოგიური დარღვევაა. ეს იმიტომ არ მithkoms, რომ შეგეშინდეთ, დარჩით ვიდეოს ბოლომდე და გაიგებთ ზუსტად რა ცვლილებები ხდება შაკიკის შეტევის დროს ორგანიზმში. პირველ რიგში კვლევებით უკვე დიდი ხანია დადგინდა, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში ნერვული სისტემა ჰიპერრეაქტიულია, ეს ნიშნავს იმას, რომ ნერვული უჯრედები უფრო მარტივად აღიგზნებიან ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანში. შედეგად ნერვული უჯრედები, ანუ ნეირონები გამოიმუშავებენ ნეიროტრანსმიტერს, რომელსაც ამგზნები ფუნქცია აქვს და ქვია გლუტამატი. ეს ტალღისმაგვარი ელექტრული იმპულსი თავის ტვინის ქერქში მთლიანად ვრცელდება და სწორედ ეს იწვევს აურას, რომელიც 25%-ში შაკიკის მქონე პაციენტებისა წარმოდგენილია. მალევე სტიმულირდება სამწვერა ნერვი, რომელიც საკმაოდ დიდი კალიბრის მქონე ნერვია და პასუხისმგებელია სახის არეალიდან ტკივილის იმპულსების თავის ტვინისკენ ტრანსპორტირებაზე. ამ პროცესში გამოიყოფა ანთების მედიატორები, მათ შორის CGRP, ანუ calcitonin gen related peptide, და სწორედ ამ ნივთიერებაზე პასუხად თავის ტვინში ფართოვდებიან სისხლძარღვები. სისხლძარღვების გაფართოების შედეგად თავის ტვინში იზრდება წნევა, რაც იწვევს დამახასიათებელ სიმპტომებს, ანუ თავის ტკივილს გულისრევას და ღებინებას. ის ფაქტია, რომ ქალებს უფრო ხშირად ემართება ჩაკიკი და ამის უკან არსებობს ასევე მეცნიერული თეორიაც, რატომ ხდება ეს ასე. კონკრეტულად ესტროგენის დონის ფლუქტუაცია შეიძლება იყოს გარკვეული ტრიგერი შაკიკის შეტევებისა და ამას მოწმობს ზუსტად ის ფაქტიც, რომ ორსულებში მესამე ტრიმესტრში უფრო შემცირებულია შაკიკის შეტევები, რადგან სწორედ ამ პერიოდში ორსულებში ესტროგენის შედარებით უფრო სტაბილური დონეა. სწორედ ესტროგენისა და შაკიკის კომბინაციიდან გამომდინარე, ადამიანებს, რომელთაც აქვთ შაკიკი აურით, უნდა მოერიდონ გარკვეული ტიპის კონტრაცეპტიულ აბებს, რადგან მათ შეიძლება გაზარდონ იშემიური ინსულტის რისკი.